რეზერვების პოლიტიკაზე მინდა რომ ვისაუბროთ დღეს ჩვენი მაყურებლებისთვის. ადეკვატურობის დონით დავიწყოთ და ზოგადად რატომ არის მნიშვნელოვანი აი ეს ადეკვატურობის დონე? ანუ პირველ რიგში დიდი მადლობა ელენე მოწვევისთვის. ყოველთვის ასეულნა ჩვენი ყოველთვის ინტერესის შეკითხები გაქვს. ნუ რაც შეეხება ადეკვატურობის დონეს, ნახეთ, ორი გზა არსებობს გაზომვის, ბევრი ღრმა ფორმულებიც მარტივი გზა, ერთი არის როგორც ძალიან ნიში და პროდუქტის პროცენტი და მეორე უფრო რელევანტური და ფართოდ გამოყენებითი იმპორტის თვეების, ასე ვთქვათ, გადაფარვა. რამდენი თვის იმპორტისთვის იქნება საკმარისი ის თანხა, რომელიც დარეზერვებულია. ხო? პირველი საზომით, ანუ ნახეთ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროცენტი არის სხვადასხვა ტიპის ქვეყნებისთვის, თუ შევადარებთ, რა ვთქვათ, განვითარებად ევროპის და აზიის ქვეყნებს 20-დან 25%-მდე მერყეობს ნორმალური დონე, მოდი ასე ვთქვათ, საერთაშორისო რეზერვები. ნახეთ, ამ საზომით თუ ავიღებთ, რამდენია დაახლოებით 22-23 მილიარდ დოლარამდე გამოდის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ხო? ამის 20%-ი 7 მილიარდამდეა და 25-8 მილიარდამდე, ხო? ნუ ეს ერთი საზომი. საინტერესოა რომ მსგავსი შედეგი მიიღება თუ შევხედავთ იმპორტის თვეებს, ხო? იმპორტის თვეების, თქვათ, 3 თვის იმპორტი, ну, ბოლო დეკემბრის მონაცემები არა და დეკემბრის მონაცემები კიდევ როგორც წესი იზრდება ნავთობმატარებლების იმპორტის გამო, რომლის ფასიც გაიზარდა. 4.5 მილიარდია და 1.5 მილიარდი ავიღო საშუალო თვეში, ხო? პლუს მინუს. ხო? აქ ვართ უკვე ქვედა უკიდურეს ზღვარზე, ანუ 3 თვის იმპორტ ჩამოვწვდით, ქვედა ზღვრის ქვევითა ვართ. ნახეთ, ზღვარი როგორ იცვლება ნორმალური ქვეყნებისთვის, რომელსაც ანუ ასე ვთქვათ, სავალუტო რისკები არა აქვს, მაგალითად ევროპული ქვეყნები, შეერთებული შტატები, რომელთაც თავის ვალუტა ძლიერი აქვს და შესაბამისად არ ჭირდებათ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვთქვათ, სავალუტო გადაცვლის კურსის ოპერაციები, იქ არის 3 თვემდე რეკომენდირებული, 3-დან 6 თვემდეა უფრო ვოლატილური, ასე ვთქვათ, პოლიტიკის ქვეყნებისთვის, რომელსაც აქამდე შევდიოდი და შესაბამისად 4-5 თვის 4-იც კი იყო ნორმალური, მოდი ასე ვთქვათ, რაღაც გადასარევი არა, მაგრამ საკმარისი, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ვაკმაყოფილებთ ყველა იმ სურათებს, ვაკმაყოფილებთ წყალებში, რა თქმა უნდა, ყველა იმ მოთხოვნებს, რომელიც მიუძღვება უფრო, ნუ კრიზისს არ ვიტყოდით, მაგრამ უფრო საშიშ ზონაში, ვთქვათ, ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით საშიშ ზონაში არსებული ქვეყნები, რომელიც უნდა ცდებოდეს 6 თვეს. ხო, 6 თვე გამოდის იგივე რომ 8 მილიარდი. ანუ პრინციპში როგორც არ უნდა დავთვალოთ, სულ რომ არ მივებათ მაინც და მაინც IMF-ის საზომს, ნებისმიერ შემთხვევაში. ნებისმიერ საზომში, ნახეთ, მცირე სტომილებაც რომ ქონდეს გაცვლებში, ანუ ფაქტურად 50% გამოდის იმ მოთხოვნების, რაც ამ გზით დავთვალეთ, ხო? აი, სულ რო თქვა 10%, 15% შეგშლო და ის ზღვარი დათვალა, მაინც უკვე მნიშვნელოვნად ჩამოცდენილია. ამ კონტექსტში მინდა რომ ძირითადად ჩვენ ვითვლიდით, ესე ვთქვათ, ისე როგორც ამას ითვლიდა ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის IMF. დღეს IMF-ის პროგრამა არის შეჩერებული, თავად ამბობენ რომ შეწყვეტილი არ არის, მაგრამ შეჩერებულია ორი მიზეზი აქვს ამას. ერთი ეს არის ფისკალური მხარის რეფორმების შეუსრულებლობა, იგივე სახელმწიფო საწარმოები და მეორე მხარეს სების მიმართ ნდობის, ასე ვთქვათ, რეალურად შემცირება და ძალიან მკვეთრად შერყევა. ასეთ ვითარებებში გვჭირდება თუ არა IMF-ი როგორც რაღაც ობიექტური საზომი, რომელიც აღარ არის, ვთქვათ, აი რაღაც ინტერპრეტაციებზე დამოკიდებული, ესე ნახეთ, ყველას ნაკლებად ამას გჭირდება IMF-ი. ნუ გაზომა შესაძლებელია, არსებობს, ასე ვთქვათ, მოდით ვთქვათ, არა მხოლოდ რეკომენდაციები, არამედ ვთქვათ, კვლევები და გაცვლები, როგორ უნდა დათვალო რეზერვები, როგორმე ჩვენ თვითონ შევძლებთ, პირობითად თუნდაც ნეიტრალური ხალხი დათვლას, მაგრამ პრობლემა IMF-ის პროგრამაში შეჩერება არის არა ის რომ ობიექტური თვლელი არ გვყავს, არამედ ობიექტური მსაჯი არ გვყავს, ხო? ხო, არბიტრი კი, ეს გულისხმებთ, კი, ზუსტად ეს IMF-ი რაც არ უნდა ვთქვათ, იტყვის რომ ინტერპრეტაცია კი არ არის ის რომ შემცირდა ვიღაცის, ხო? IMF-ის პროგრამა არ არის კი, მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ის დახმარება, წმინდა მონეტარული დახმარება, რომელსაც წლების განმავლობაში, 10 წლების განმავლობაში უწევდა ჩვენ ქვეყანას, უფრო მნიშვნელოვანია ის ტექნიკური დახმარება, ექსპერტიზა და
გინდათ ნორმალურ პიროვნებას რაღაც დათმობები წარსულის იძულება, ხო? რასაც აკეთებდა გაიძულება ხომ ნათქვამია, მაგრამ რაღაცნაირად დარწმუნება, რომ სწორი რეფორმების და სწორი ნაბიჯები გადაიდგას, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ყველაზე მაღალი რგოლების მიერ. დღესდღეობით, ვთქვათ, ესეც კი თუ ჩამოიცლება, ის პოლიტიკური კრიზისი, რაც უკვე არსებობს, დავარქვათ ამას კრიზისი, მეშინი არ გადაიზარდოს უკვე ფისკალურ კრიზისში, ხო? ეკონომიკური კრიზისი უკვე სადღაც შუაშია, ხო? აქ უფრო კერძო სექტორმა მონაწილეობს, ფისკალური და პოლიტიკური ფისკალური კრიზისი თუ შეიქმნა, ხო, ეკონომიკური კრიზისი თავისთავად მაშინ გარდაუვალა. საერთაშორისო რეზერვები და ეს დაბალი დონე აღმოჩნდა იმის მიზეზი, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში და სხვათა შორის ეს აღიარა თვითონ Fitch Ratings-ის წარმომადგენელმა ჩვენთან ინტერვიუში, შეიცვალა საქართველოს პერსპექტივა. ჩვენ BB რეიტინგი გვაქვს ძალიან ბევრი წლის განმავლობაში უკვე და შესაბამისად ეს პერსპექტივის გაუმჯობესება იყო ყოველთვის თემა, იმიტომ რომ უახლოვდებით, ესე ვთქვათ, საინვესტიციო რეიტინგს ყოველ შემთხვევაში აღქმებში და განცდებში ეს ასეა. და ახლა გამოვიდა ისე, რომ პოზიტიური რეიტინგი ჯერ სტაბილურისკენ და შემდგომ უკვე ნეგატიურისკენ შეიცვალა. აი რა სიგნალი არის ეს ინვესტორებისთვის და კრედიტორებისთვის? ხო, პირველი სწორედ აკურებაა, რომ აქ არ არის საუბარი, ხო, იცვლება BB რეიტინგი გვაქვს დიდი ხნის განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ პერსპექტივები ხარ თქვა პოზიტიურისკენ ხარ ნეგატიურის, მაგრამ ეს იყო ძალიან ესეთი შედარებით გრძელვადიანი ციკლი. ახლა როდესაც ივნისში რაღაც ერთი ცვლილება დეკემბერში მეორე ცვლილება და ნახეთ პოზიტიური და სტაბილური განსვლილება არაფერი სიცოცხლეში არა ყველგან ხდება და ყველას მაგრამ აი ნეგატიური უკვე ძალიან ესე თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში მადასწრებია მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივა ძალიან სწრაფადგება ხო ხო ცვლილების მიზეზი კი მნიშვნელოვანი იყო რეზერვები ანუ ფისკალური პრობლემების რისკი მაგრამ გარდა ამისა, ხო, პოლიტიკური გაურკვევლობაც და ასე შემდეგ და მართლობის გავარესება რომ დამოუკიდებლობასების, ნახეთ, აქამდე თუ რაღაცნაირად ფრთხილად ვიყენებდით, ყოველ შემთხვევაში ნეიტრალურად თქმა უნდა არავინ არ არის პოლიტიკურად, მაგრამ ეკონომიკურად ნეიტრალური კომენტატორები თუ ფრთხილად ვიყენებდით, რომ დამოუკიდებლობაში ეჭვი გვეპარება, უკვე ფაქტიურად პირდაპირ გამოცხადდა ხო რომ მსები დამოუკიდებელი არ არის. ხო შესაბამისად ვთქვათ ის რაზეც დგება მთელი საქართველოს მთელი ქვეყნის ასე ვთქვათ მონეტორული პოლიტიკის სიძლიერე, ეს არ არის მხოლოდ ტვინი, ეს არ არის მხოლოდ ვთქვათ მონეტარული სიძლიერე, ეს არის დამოუკიდებლობა ხო პირველ რიგში. ხო ეს გამოგვეცალა. ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ იმ რეიტინგის გაუარესებაში და რეზერვები, იმიტომ რომ რეზერვები შეიძლება რაღაც მოხდეს და ხვალ ისე შეიძლება. არ ველოდები რა თქმა უნდა გამომდინარე სიტუაციიდან, რეზერვები ზოგჯერ ხდება ხოლმე ჩამოცილება, მაგრამ თქვა ამის გამო შეიძლება რაღაც შენიშვნა იყოს, მაგრამ როდესაც უკვე მონეტარული პოლიტიკის გატარების ადეკვატურობა დიდი შეკითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მაშინ რა თქმა უნდა ნეგატიური. ახლა შეეხება ინვესტორების პერსპექტივას. რა თქმა უნდა ეს ავტომატურად აქსიომაა, რომ კარგი ვერ იქნება, რაში შეიძლება გამოიხატოს. ერთი არის თქვათ შეეხება თქვათ ბონდებს ფიქსირებული შემოსავლის ფასიან გაღალდებს, ხო? მათი გაძვირება და არ დაგვავიწყდეს, რომ შორს არ არის რეფინანსირების თარიღი ჩვენი ევრობონდის, სახელმწიფო ევრობონდის და კერძო სექტორზე ვსაუბრობ, 2026-ში კი არის, მაგრამ თუ უნდათ რეფინანსირება, იმიტომ 9 მილიარდის გასვლა და გადახდა, როგორც წესი არავის არ ხარია. რა ხდება? უშვებენ ახალ ბონდს და არიან რეფინანსირება წინას, ხო? სულ ასე აკეთებდნენ. ანუ გადაფასება და ახალი ფასწარმოქმედება უკვე უნდა დაიწყოს რაღაც წლის მეორე ნახევრისკენ. დღესდღეობით თუ 8.9% გამოდის შემოსავლიანობა, ანუ ბონდის კუპონი რა თქმა უნდა, რა ნახევარი ფასის გამო შემოსავლიანობა 8.9 თუ 10%-ს გაცდა, ეს უკვე იქნება საშიში, ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, სპეკულატიურ ვაჭრობად, სადაც უკვე ნორმალური მოთამაშე არ შედის. შესაბამისად მოთხოვნა მცირდება. ეგ ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგი პირდაპირ არ არის მიმული equity, ანუ ვთქვათ, კაპიტალში ინვესტირება და აქციები ან შემდგომ. ამასე ნახე რომელიც საოცარი სტატისტიკურადაც კი შეუძლებელია შეცდომა იყოს. ან ნორმალური ქვეყნის არსებობის, მოდი ეს ავიღოთ 2003-დანაც არა 2005-დან. რეალურად პირველი უარყოფითი ბალანსი საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციაში, ანუ
დაბანდებები, როგორც პორტფელის ისე და ასევე ქვეყნის გარედან გასვლები, იმიტომ რა თქმა უნდა ქართველებიც დაბანდებენ გარეთ, უარყოფითი არის პირველად 2024 წლის მესამე კვარტალში. მანამდე 25 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი იყო პოზიტივი. ანუ მეტი ფული შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა. ანუ ნახეთ, მაის-ივნისის მოვლენება თუ გამოიწვია და გარკვეულმა გადახედვამ სტაბილურობისკენ 87 მილიარდამდე არის რეალურად უარყოფითი ბალანსი, აი მეოთხე კვარტალში ალბათ უფრო დიდი შეიძლება იყოს და თუ ასე გაგრძელდა, ნელა ასე ვთქვათ, სისხლისგან დაიცლება ყოველშემთხვევაში სექტორი. ეს არის ის კი. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი თქვით და მეც მინდა რომ ამ აქცენტებს წავყვეთ. პირველი რაც არის ისე რაც თქვენ თქვით რომ შეიძლება რაღაც მომენტში რეზერვები შეივსოს. დღეს სებია აკეთებს განცხადებას რომ ჩვენ ზუსტად აი ამ გზაზე ვდგავართ. იმიტომ რომ რაღაც გარკვეული თანხა ვიყიდეთ ამ პერიოდის განმავლობაში და ასევე დიდწილად ამას განსაზღვრავს ასე ვთქვათ დეპოზიტები და რეზერვების ნორმების შეცვლა, ესე ვთქვათ, კომერციული ბანკებისთვის, ხო? შესაძლოა ბანკების რეზერვების დამ გამოიწვიოს ის, რომ ფისკალური რისკები, ანუ ვთქვათ, დოლარის ნაკლებობა, გარკვეულწილად ამას დაეხმაროს ბანკები. ანუ საერთაშორისო რეზერვები კი არ დაიხარჯა, არამედ ბანკები თავის რესურსს გამოიყენებენ პირობითად, რომ რაღაცნაირად დოლარის ოპერაციები. შესაძლოა ნაკლებად საერთოდ არ ვარაუდოა, იმიტომ რომ ეს რეზერვების დონე მაშინ უნდა შემცირდეს, მაშინ დეპოზიტების დონე უნდა შეამცირონ, რასაც ბანკი არ გააკეთებს, ხო? ამიტომ ერთადერთი რაც რითაც შეიძლება აიხსნას ეს, უფრო შედარებით გრძელვადიანი, ანუ საშუალოვადიანი, ასე ვთქვათ, მიზნის მიღწევა, რაც უფრო მეტი არის ბანკისთვის რეზერვი ვალუტაში, დღეს 25%-ია, რაც უზარმაზარია, ანუ დეპოზიტის 25% უნდა გადადონ, მხოლოდ 75%-ის გასხება შეუძლიათ. ეს ამცირებს დოლარში ანუ სხვა ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობას, ხო? ანუ რეალურად ამით ამცირებენ დოლარზე მოთხოვნას, ხო? რაც ვითომ ადეკვატური პასუხია, ვითომ ნორმალურ პირობებში, მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნის პირობებში ეს არის დამატებითი აკრძალვა დოლარს, ხო, იძულება დოლარიზაციისკენ და არახელშეწყობა, ხო? რაც ჩვენნაირ ქვეყნებში ჩვეულებრივ პირობებშიც კი უკვე ეფექტის მომტანია. ყოველთვის იყო და სხვათა შორის არასდროს არ მომუშავია. ხო და ახლაც შესაბამისად, კი, გაიზრდება ეს, მაგრამ რეალურად რაღაც ასე ვთქვათ პოზიტიურს დოლარის მოთხოვნის შემცირებაში ეს არ ამგონია რომ გააკეთოს. ხო, ელემენტარულად დაიწყებენ დაჰეჯირებას იგივე ლარის ასე ვთქვათ ლარის დოლარში თვითონ მომხმარებელიც ისწავლის ამას და არ არის საუბარი ვთქვათ პატარა მომხმარებელზე დიდი კომპანიები რომელსაც უკვე იციან ინსტრუმენტები შესაბამისად ვთქვათ ამით დოლარზე მოთხოვნის შემცირება არ ამგონია რაღაცნაირად მოხდეს. შევხედოთ. თქვენ ახსენეთ, რომ ასე ვთქვათ, რეზერვებზე მეტადო, რასაც Fitch Ratings-ი ამბობს, ამაზე მეტად მნიშვნელოვანი არის სწორედ სების დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენ მივიღეთ ესეთი არაორდინალური სიტუაცია, როდესაც ერთ-ერთ, ასე ვთქვათ, სასანქციო ჩამონათვალში პირდაპირ არის შეყვანილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ნათია თურნავა. მესმის, რომ გასარკვევია ეს რასია, ვინ ვის მიაწოდა, რამდენად რეალისტურია, დარჩება თუ არა, ასე ვთქვათ, სანქციებში და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ბუნებრივია, რომ გასაგებია და არავინ არ ცდილობს სიტუაციის ზედმეტ დრამატიზებას. მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი არის თუ არა რეპუტაციულად დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. ხო, ანუ აბსოლუტურად გეთახმებით. ეს არ ნიშნავს არაფერს ეს არსებობა, ხო? თუმცა დაუშვათ, რომ მოდით ასე ვთქვათ, სიაში შეყვანა არანაკლებად უბრალოდ არამეტად რეპუტაციულად დამაზიანებელია სამწუხაროდ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ანუ რეპუტაცია უკვე დაზიანებული, ხო? ერთ-ერთი თუ ვთქვათ, კლავ დაუშვებთ, რომელიც სპეკულაცია და მე ვფიქრობ ალბათობა ძალიან მცირეა. აქ უფრო ადამიანებზე არა, აქ უფრო რაღაც სტრუქტურებზეა. სასამართლო, მედია, ცენტრალური ბანკი, ეს რაღაც აღმასრულებელი, ის რა ქვია, რაღაც დიდი ბიზნესი, ხო? უფრო სტრუქტურა არის, ვიდრე
თქვა კონკრეტულად ხო შესაბამისად არ ამგონია რაღაც სანქციებამდე მივიდეს რეპუტაციული ზიანი იქონებდგა მაგრამ თუ დაუშვებთ რომ რაღაცა ტიპის სანქცია ნებისმიერი ტიპის სანქცია შეეხო და შეიძლება ნებისმიერ ქვეყნიდან არა მაგრამ ნებისმიერ თქვა დიდი ქვეყნიდან ან დიდი გაერთიანებიდან როგორც არის გაერთიანებული ცენტრალური ბანკის მოდელი ის მას არ აქვს უფლება რომ არ გადადგეს იმიტომ რომ ამით პირდაპირ ამბობს რომ ცენტრალური ბანკი წყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას ყველასთან და უხდებით ხაზინა არ მინდა რაღაც ხმამაღლა განცხადება, მაგრამ ვიცით ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხაზინა ხდება. კიდევ ერთი აი როცა ჩვენ ვამბობთ რომ დიდი ხნის განმავლობაში BB რეიტინგზე არის გაყინული ქვეყანა. ხომ ერთ-ერთი მიზეზი ამისი არის, როგორც ფიჩიც განმარტავს ამას, წლების განმავლობაში დიდი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საქართველოსთვის, ხო? აი ამ პრობლემის ყველაზე სწრაფი, ლოგიკური და ეფექტური გადაჭრა, ესე ვთქვათ, ამ პრობლემის საქართველოსნაირი ტიპის მოწყობის ეკონომიკისთვის პატარა ღია ეკონომიკა არის თუ არა სწორება სწორედ რაღაც საინვესტიციო გარემოზე, ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობაზე, ინვესტორების მოზიდვაზე და აი აქ რა ტიპის დარტყმა მივიღეთ ჩვენ აი ამ კურსის ცვლილად. დიახ, პირველ ნაწილს თქვენვე გაეცვით შეკითხვა, რაც დავამატებდი კიდევ. ყველაფერი რაც თქვენ ჩამოთვალეთ, აქედან გამომდინარეობს ექსპორტის პოტენციალის გაზრდა, ხო? თუ ავიღებთ ფორმულას, რომელს უნდა დავარტყათ დადებითი გაგებით იმპორტს, რა თქმა უნდა, არა, ხო, ახლა იმპორტი შეზღუდა სისულელე. შესაბამისად უნდა გავზრდოთ ექსპორტი. ნახეთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რა თქმა უნდა, არ შედის მომსახურება, რომელიც არის ტურიზმი და აქ, ჯერჯერობით კარგვა გაქვს საქმე, თუმცა სასტუმროები უკვე, ასე ვთქვათ, ჩივიან, რომ ბევრი გაუქმება. ეს არ ვიცი, ნახავთ მე სტატისტიკას, როდის გადაიქცვა ეს კავშირი, იმიტომ რომ ზეპერ კომენტარებს როგორც წესი არ ვჯერებ, თუმცა არის რაღაც ნიშნები. მაგრამ თუ ავიღებთ უბრალოდ საქონლის იმპორტ-ექსპორტს, რა თქმა უნდა, ექსპორტზე აქცენტი არის მნიშვნელოვანი რა. ექსპორტის პოტენციალის გაზრდისთვის საჭიროა სწორედ ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ხო? რამდენად შესაძლებელია დღეს, ხო, იგივე Fitch Ratings თუ შეხედავთ, კიდევ ერთი მუხლი მნიშვნელოვანი გადაგვცა გარე external parties, ანუ გარე მოთამაშეებთან ურთიერთობის გაფუჭება. ეს უკვე მოხდა. ანუ მე რატო შევალ ისეთ ქვეყანაში, ხო, წარმოიდგინეთ ვარ ინვესტორი, მაქვს არჩევანი თუ გადავწყვიტე თქვა გამithარებ ქვეყანაში ძალიან დიდი არჩევანი თქვა საინტერესო ეკონომიკისებისა მთელ სოფლიოში დღესდღეობით მანძილი არაფერს არ ნიშნავს მატარებლით ჩავალ თუ თვითმფრინავით ამას მნიშვნელობა არ აქვს ხო და ფული მოგზაურობს ზუსტად წამებში შესაბამისად მე მაქვს არჩევანი რომ ჩავდო სადღაც შედარებით სტაბილური ქვეყანა მზარდი რეფორმებს ატარებენ ხო ეკონომიკურ ნაკლებად მნიშვნელოვანია კორელაცია ეკონომიკურ დასთან ძალიან დაბალია ინვესტიციებს ხო შესაბამისად ჩვენ ვთქვათ 10%-ის დაუნდა ქონდეთ ამიტომ უნდა ჩადონ ეს ასე არა ხო სტატისტიკურად თუ შევადარებთ ეკონომიკურ დის და ინვესტიციების ცვლილების ასე ვთქვათ რეგრესიას თუ გავაკეთებთ კორელაცია დაბალი ანუ არ ხსნის არა სტაბილურობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეკონომიკური თამაშის წესი ინსტიტუციური დაცულობა და ეს ქვეყანა თუ მეუბნება ამ შემთხვევაში საქართველოს საუბარია მე არც სასამართლო მაქრო რამე რომ მოხდეს შენი უფლება დაიცვა ცენტრალური ბანკი როდის რაც გააკეთებს გადაწყვეტს მხოლოდ თქვა თვითდანიშნული ამ შემთხვევაში მთავრობა რომელიც რა თქმა უნდა მხოლოდ თავის ინტერესებიდან გამოდის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე იმიტომ რომ ქვეყნის ინტერესები ხო წმინდა რომ ჩამოვწეროთ ნარკვევის სახით შეიძლება ჩამოვწეროთ არც ერთი მუხლი არ არის რომელიც ქვეყნის ინტერესებს იწევს ხო მხოლოდ თავის ინტერესებია მე ინვესტორის პერსპექტივიდან ესე იგი მდგომარეობა სოციალური გარემო საკმაოდ დაძაბულია და პოლიტიკური კრიზისი ადგილზეა ხვალ რა რეგულაციას გაატარებენ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია იმიტომ რომ ის რაც ვთქვით ის რაც დამოუკიდებელი არბიტრები იყვნენ ასე ვთქვათ ჩამოშორდეთ ამას ხო შესაბამისად ანუ ძალიან მარტივი გასაკეთებელია თქო პოტენციური შემოსავლიანობის დაცვა ამ გარემოში ამ ჩამონათვალში აბსოლუტურად შეუძლებელია ხო შესაბამისად მე ამ ქვეყანაში ინვესტიციას არ გავაკეთებ რომც გაჩერდეს ვთქვათ ასე ვთქვათ ასე ჩვენ სოციალურად თუმცა ეს რა რეულობაა ხო საღამოს 8 საათზე გამოვდივართ და მშვიდად ჩვენთვის გავარდო გავახსენოთ რომ აქ ვართ ხალხი ხო ანუ აქ არეულობაზე და დესტაბილიზაციაზე ლაპარაკი არა ხო ანუ ეს მიზეზი ყველაზე ნაკლებად მიზეზია დანარჩენი ჩამოთვლილია ხო ეს უფრო შედეგია იმ დანარჩენი ჩამოთვლისა ვიდრე ხო ანუ დღესდღეობით ჩვენ რაღაც ისეთ ინვესტიციებს არ უნდა მეტიც საშიში პერსპექტივა საშიში ტრენდი რაც გითხარით რომ უკვე ნეტ გადინება მოხდეს
სავარაუდოდ გაგრძელდება, ანუ უკვე ეცდებიან, რომ ნელ-ნელა ვთქვათ, რეპატრიაცია გააკეთონ რაღაც ნაწილის მაინც, შეიძლება გიჟებივით არ გავარდნენ და ყველაფერი არ გაზდა, რეპატრიაცია გააკეთონ რაღაც პატარა ნაწილის და რაც დამატებით წნეხ შექმნის, რა თქმა უნდა, კვლავ რეზერვებზე და ფისკალურ სტაბილურობაზე, ხო? ანუ ეს საშიში თოვლის გუნდა უკვე აგორებულია და თუ ვთქვათ რაღაც მე-20 საუკუნეში ეს გუნდა ძალიან ნელა ბრუნავდა, დღესდღეობით ისეთი სწრაფი განვითარება ყველაფერს შეიძლება ჩვეებიც კი არ კონდეს, სანამ სრული ფიასკო არ მოხდეს ჩვენი როგორც ქვეყნის. კი, ფსონის დადება ჩინეთზე, შუა აზიაზე, ანუ რასაც ხშირ შემთხვევაში გვთავაზობს ხოლმე ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ აი ეს შეიძლება იყოს რაღაცა სტაბილურობის გარანტი და ეკონომიკური მედეგობის შენარჩუნების გარანტია. მეცნიერება, რატომ იცით, ნახეთ, რა თქმა უნდა, ჩინეთს ახსენებს და შუა აზიას ახსენებს, იმიტომ რომ რუსეთის ხსენება არ შეიძლება. კიდევ კარგი მაგდეს მაინც რო ხვდებიან, რომ 85% წინააღმდეგი ვართ, ასე ვთქვათ. რუსეთის ინტერვენციის, რუსეთის წინააღმდეგი არა ვართ, ხო, ხშირად ვსვათ, აურევთ რუსეთს, რუსეთის ინტერვენციასთან, ხო? კი, კარგი იქნება თუ რუსი ტურისტები გააგზავნեն, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო ხარისხიანი ტურისტები გვირჩევნია, მაგრამ ხო, იყოს, მაგრამ მე არ მინდა ინტერვენცია. თუ შესაბამისად, რუსეთს არ ახსენებ. მაინც ავიღოთ თავში თუ უდევთ რომ რუსეთი დაგვეხმარა ხო კვლავ მე ვცდილობ ყოველთვის მოვიშველო ამ შემთხვევაში ისტორია ხო არ აღიაროს არც ერთი ისტორიული ფაქტი მოყოლებული ეკატერინეს დროინდელი რუსეთიდან როდესაც რუსეთმა მოიპოვა გავლენა ქვეყანაზე და ის ქვეყანა გავითარდა სანამ რუსეთის გავლენა იყო ხო საბჭოთა კავშირის ლაპარაკი არ არის ახლა ვიღაცა იწვის საქართველოს მაგრამ ძალიან ადვილი დასამტკიცებელი არის აბსურდი იყო და მორგებული იყო ასე ვთქვათ მოდელ 0 ელემენტარულად როგორც ერი გავიფუჭებიათ მე სხვა საკითხია არ მოყვება მას ნებისმიერ აიღოს ქვეყანა რომელიც რუსეთში გავლენას და თქვას რომ რუსეთმა აშენა ხო რუსეთი ამას არ აკეთებს რუსეთი ქვეყანას იყენებს არა ეკონომიკური კოოპერაციისთვის არამედ სამხედრო კოოპერაციისთვის რაც უნდა სამხედრო კოოპერაცია იმ ქვეყნის როგორც წესი ხეშად ვიტყვის სახუსაც ზარბაზდე ხორცი ხო რასაც ბელორუსიდან დაწყებული საქართველოსთან დაწყებული ავღანეთით და ასე შემდეგ და დამთავრებული ბელორუსი ხო იყენებს ხოლმე მათ ჯარს ხო და არ მინდა ხა პოლიტიკოს გადავიდეთ მაგრამ მაინც პარალელი გავავარდო როცა ომი გინდა არ მინდა მაგრამ არჩევანი შეშული არ მინდა რუსეთის არმია ხო კაი ამას დავიდოვე ხო ახლა გადავიდეთ ჩინეთზე ჩინეთი არ თანამშრომლობს ჩინეთი იყენებს ქვეყნის რესურსს ხო რაც მოხდა ყველა დიდი მასშტაბით აფრიკაში და უკვე აფრიკელები მიხვდნენ რაღაც ნიტუა, რა შევიდნენ, მიდიოდნენ, ვითომ ეხმარებოდნენ სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ნამდვილად ყიდულობდნენ მიწები, ხო, მაწილდნენ მიწები. ანუ რეალურად ახლა რომ აცო სტატისტიკა რა შეიძლება რაღაც 30% აფრიკის ჩინეთის იყოს, ხო? ჩვენთანაც ყველაფერი რაც გაკეთეს, ჰუალენგის რა ქვია, ხო, ჰუალენგის პროექტი. ხო, კვლავ არის მხოლოდ თავისთვის. აკეთებენ ვინაიდან სოციალისტური ქვეყანაა მათ არ აქვს უფლება კერძო ინტერესი კონდეთ, იმიტომ რომ ამიტომ ესეთი სახელმწიფო პროექტები, მათ შორის სხვადასხვა განათების პროექტებია. გიკეთებენ უფასოდ რაღაც იმას ვითომ განათება. რაზეა? ამას ეყენებენ ჩვეულებრივ ფულის გადა მისამართებისთვის. აფინანსებს თვითონ თავის სახელმწიფო, რა თქმა უნდა, თქვა რა უნდა დაიხარჯოს 5 ლარი, იხარჯება 1 ლარი, 4 ლარი მიდის რაღაც გადანაწილება, იქ თავისთან. ეს არის მათი მოდელი. და რჩებათ რაღაც აქტივი. უნდა დარჩეთ რაღაც აქტივი, ხო? ჩვენი პორტიც ნახავს თუ ზუსტად ეგეთი მაგალითია თუ გუწევს აგაგრძელდება იმედი არა ხო ამიტომ ჩინეთი პარტნიორი არა აზია ცენტრალური აზია რა ვიცი აზიას თავისთავად უნდა უხედია ჯერჯერობით და ჩვენ დაგვიყვანოს ანუ ნახეთ ის ალტერნატივა ხო და ვცდილობ ნეიტრალური ვიყო კვლავ როგორც გითხარი რა თქმა უნდა პოლიტიკურად ნეიტრალური ვერავინ ვერ ვიქნებით ახლა მაგრამ ვცდილობ რომ ეკონომიკურად სულთან ნეიტრალურად რომ შევაფასოთ არნაირი ჩანაცვლება თუნდაც 5%-იანი ჩანაცვლებაც არაა საუბარი თქვა 50 ამით ვერ მოხდება ხო ანუ ის პარტნიორობა რასაც გვთავაზობს ევროპა რაც არის ისე IMF-ის დროს ახსენე არა მხოლოდ ფული არამედ ექსპერტიზა და ზრდის პოტენციალი ხო ის ვერ გააკეთებს აი ამ თამაშის წესისგან რაც ახლა თქვენ ძალიან კარგად ახსენით ამ ქვეყნების შემთხვევაში ნუ ფაქტია რომ რადიკალურად განსხვავებულია დასავლური თამაშის წესი. რას არის მიჩვეული ბიზნესი საქართველოში? როგორ ფიქრობთ, ის აცნობიერებს იმას, რომ შეიძლება საერთოდ მზად არ აღმოჩნდეს
იმ ტიპის თამაშის წესისგან, რასაც ეს ქვეყნები სთავაზობენ მას. და ეს გადაწყობა, ესე ვთქვათ, როგორ უნდა მოხდეს. მოდის ეს გავყოთ მარტივად, შეიძლება უფრო ბევრი ეს კლასტერი გავაკეთო. ძალიან დიდი ბიზნესი და დანარჩენი ბიზნესი. მოდის, ხო? დანარჩენი ბიზნესები უფრო ესე ვთქვათ, მოქნილი აპარატია, იმიტომ რომ ჯერ პატარაა და თუნდაც იგივე კორპორატიული მარტო პატარა შედარებით ვთქვათ, როგორც ბიუროკრატია, ადმინისტრაციული აპარატი, ხო? ვთქვათ, სწრაფი ცვლილებების მიღება უფრო შეუძლია, ადაპტირება შეუძლია, რაღაც მენეჯერი შეუძლია, რაღაცას გააკეთოს. პატარა ბიზნესი იზარალებს მხოლოდ ზოგადი ფინანსური პრობლემების შესაძლებლობა პრობლემების გამო. აი ამათ შეიძლება დიდად იზარალოს, იმიტომ რომ ესენი დიდი ბიზნესები ხო და ნუ ჩამონათვალში რა თქმა უნდა შედის ეს ბანკები, მოდეს ვთქვათ, ყველანი რომელთაც საერთაშორისო კაპიტალი აქვს, ხო? თავიდანვე იქ დეპოზიტარი იქნება თუ რა უცხოელი, ხო? ბანკებზე თუ ესაა. ხო, კაპიტალში საერთაშორისო საერთო კაპიტალში საერთაშორისო კაპიტალი წილი დიდია, ხო? გადაწყობა ფაქტიურად შეუძლებელი იქნება მათთვის, ხო? იმიტომ რომ იმ კაპიტალს მოყვება თავისი წესები, ხო? ხა ბარემ გამოიყენა ამ შემთხვევაში, რომ ადრე ვთქვი, რომ ალბათ ბანკებმა ცალსახად იმ ფარცხლაზის ეს არ გააკეთეს, ახლა ცალსახად უნდა გააკეთოს განცხადება, რომ არც კი კონდეთ იმედი, რომ სანქციები თუ მოხდება ჩვენ რაღაც ვეცდებით ეს გააკეთოთ. ხო, გააკეთა იმან ასოციაციამ, ხო, სლაიშერს ხო გააკეთა ასოციაციამ მოიშვა. ხო, ნახოთ, შეხედოთ და იმედია ამას გააკეთე. რატომ? იმიტომ რომ პატარა გადაცდომაც კი მთლიანად ჩამოშლის აპარატს, ხო? სანქცირებული პირის მომსახურება სანქციასაც გააჩნია, რა თქმა უნდა, ხო, ყოველს მაღალი დონე აქვს მაგნიტსკის, ხო? მე მოდის ეს ფისკ, ეს აკრავებს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისს, ხო? ვთქვათ, სანქციების ესე გამართიანი სანქციებული პირის მომსახურება ბანკის მენეჯმენტისთვის არის, ტოპ მენეჯმენტისთვის არის სისხლის შეიძლება იყოს სისხლის სამართლისაგან, ხო? შეიძლება იყოს, ხო? ჩვენ ყველაში არა, მაგრამ მოკლედ შესაძლოა ეს მოხდეს ზოგიერთ ქვეყნებში, ხო? მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში ეს გამოიწვევს იმ ბანკის ფაქტიურად სრულ იზოლირებას საერთაშორისო კაპიტალიდან. ვთქვათ, ამერიკის სანქციებული არ ნიშნავს, რომ ახლა ოკეი, ამერიკასთან არ ვითამაშობ, იმასთან, რა ქვია, პოლონეთთან არა, შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ ამერიკა აკეთებს ყოველთვის მაქსიმუმს, რომ ამ შემთხვევაში თავისი ინტერესი და თავისი ინსტიტუციის, ასე ვთქვათ, ავტორიტეტი დაიცვას, ხო? გააკეთა სანქცია, ის იმას ნიშნავს, რომ იმ პირს არ უნდა მოემსახუროს ბანკი, ვთქვათ, იმის შიშით, რომ ვთქვათ, მისი აქტივები ისევ განისაზღვრება და სანქცირებულად, როგორც ნუ ვუტრირებ რა თქმა უნდა, მაგრამ დაახლოებით სულად გასაგებია. ხო, აქედან გამომდინარე, ვთქვათ, იმ დიდი ბიზნესებისთვის თამაშის წესების ცვლა ამ ეტაპზე შესაძლებელი კი არა, დამანგრეველი იქნება.